ქალიშვილი ხართ? არა. თავისუფალი ხართ. შემდეგი. თქვენ ქალიშვილი ხართ? დიახ. თავისუფალი ხართ. შემდეგი. თქვენ ქალიშვილი ხართ? როდესაც სამსახურში ამიყავთ, თვითონ შეამოწმეთ. მიღებული ხართ. ეწევით? კი. სვამთ? კი. და ამ ყველაფრის მერე კიდევ რამე გინდათ? კი, ექიმო. ქალი მინდა, ექიმო, ქალი. ბუბუ. მე მგონი გავსუქთ და თან დავბერდი. გეხოცები რამე კომპლიმენტი მითხარი, რომ ცოტა დავშვიდდე. ძვირფასო. დღეს შესანიშნავად აღიქვა მოვლენებს. რა ქენი ვიჯო? რა ვქენი და ორი კბილი ამოვიღე. ორი რატო კაცო, შენ ერთი აქ დგიო და? ერთი კი მდგიოდა, მაგრამ ექიმს ხურდა არ ქონდა და. მოქალაქე მსხვილაზე. თუ ხართ ინფორმირებული სრუჩვენების მიცემის შემთხვევაში რა გელოდებათ? დიახ, რა თქმა უნდა, სრუჩვენების მიცემის შემთხვევაში ჩემი უფროსი შემპირდა მანქანას და ხელფასის მომატებას. ამ ავტომობილს აქვს ნავიგაციის ახალი სისტემა. აღჭურვილი არის ელექტრო პაკეტით და მინდა გითხრათ, რომ აქვს 6 აირბალიში. და რამდენი ლიტრს წვავს? 10 ლიტრს. დღეში? აი მე ბოდიში მაპატიეთ. როგორც ჩამეძინა რაღაც. არა უშავს. ისე ზუსტად ჩემი ქმარებით ხართ. როგორც კი გვერდით მომიწვება, მაშინვე იძინებს. აბა ჩემო ძვირფასებო, ყველას გთხოვთ ვადრებწელო და ეს ორი შესანიშნავი ადამიანი ჯანმრთელად იყავით, კარგად იყავით, მეტნიერად. ავითაცოთ. გაიხარეთ. კიტრი და ლიმონათია ჩასამატებელი. რატომ კაცო, რა ამბავია? რას იზავ, ხო ხედავ, ყველა სტუმარი ბავშვით არის მოსული.
მადლობა. იცი რა მაინტერესებს? რა უფრო მოგწონს ჩემში, ჩემი მშვენიერი სხეული თუ ლამაზი სახე? შენი იუმორის გწნობა დღეს. ბიჭო, ეს მანქანა ვისია? არ ვიცი, ვიღაცამ მოიყვანა, გასაკეთებელი მყავს. გეხვეწები 1 საათით მათხოვე რა, შეყოლებულთან ერთად. რა გათხოვოთ, ან ბენზინიც არ არის შიგ. ბენზინი არ მინდა, შენ მათხოვე გასაღები გეხვეწები. მოკლედ, ყველა ქალი თანამშრომელი შემიკრიბეს ასწრაფოდ. დიახ. საკონფერენციოში სურათი უნდა გადაგიღოთ. შენც. მართლა? რამე რეკლამას ვიღებთ? არა, რეკლამას არ ვიღებთ. უბრალოდ ჩემცოლს უნდა ვაჩვენო, რომ არ იეჭვიანოს. ხო, მართლა. ნინო ბუღალტერს ხარი ჩემთან შემოვიდეს. ჯერ სურათი გადაიღოს და მერე შემოვიდეს? არა, ნინო ბუღალტერმა სურათი არ გადაიღოს. ჩემთან შემოვიდეს. ექიმო, დიახ. იცით რა მჭირს? სახეზე ვინც შემომხედავს, ყველა კომაში ვარდება. კომაში? ხო, დიახ, კომაში. ვინც შემომხედავს, ყველა კომაში ვარდება. ექიმო! 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 ვიშალე! რატომ ატყუებ? არა, შემეშალა. აუ, მართლა გუშინ ტაქსის მსხოს ისეთი მაგარი რაღაცა გაუჩალი, შე? 3 ლარი მივეცი და არ გავყევი. გადადე ჟურნალი, რაღაც მინდა გითხრა. აჰა. არ შემიძლია ამის დამალვა. შენ საუკეთესო მეგობართან. ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს და ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, იმასთან გიღალატე. შენ რა ლესბოსელი ხარ? გამარჯობა. აი თქვენზე მითხრეს ძლიერი პროგრამისტიაო, მართალია? რა ვიცი, ესე ამბობენ დიახ. მაშინ წამომყევით მერვე სართულზე. 20 კომპიუტერია 100 ატანი. ვინც არ უნდა იყოს სახში არა ვარ. ალო? სახშია. ხო გითხარია, რო 18 სახში რა. შენ არ გირეკავენ, მე მირეკავენ. ალო?
ხო, საყვარელო. არა, კაცო, იყოს ვილაპარაკო. ხო. ხო. რა ვიცი ტელევიზორს. ხო. არა, იჯექი შვილო, იჯექი, დიდი მადლობა, ფეხზე ვიდგები. არა, ქალბატონო. არა, იჯექით რა ძალიან გთხოვთ. შეიძლება მე გარეგნულად მეტყობა ასაკი, მაგრამ ისე შინაგანად ძალიან ხნედ და ჯანმრთელად გამოვიყურებ. ქალბატონო, ისე. არა, ყმაწვილო, ძალიან გთხოვთ იჯექით. ნეტად ყველა თქვენაირი ახალგაზრდა იყოს, იჯექით, არა, შეწუხდებით. ქალბატონო, ჩავდი. შეიძლება, გამატარეთ. თუ შეიძლება ქაშაყი მინდა. არ გვაქვს. მაშინ ზუთხი. არც ეგ არ გვაქვს. მაშინ ხიზილალა. აღარ გვაქვს. მაშინ თუ შეიძლება ჩემი ქურთუკი მომიტანეთ რა. უკაცრავად, თქვენი ქურთუკიც აღარ გქონია? რა? ატლანტა, პარმა, აძინ, იქსი. მამი. კავკასიონი სად არის? არ ვიცი, შვილო, დედა შევსკითხე, გინახავს ხოლმე ყველაფერს. დედა, იგარი. როგორია? ვა, ძალიან მაგარია. მოგიწონა? კი, ძალიან კარგი. ვა. და ეს ალათი შენ თვითონ იყიდე? მე თვითონ ვიყიდე. წავედი მარკეტში და სულ მარტო მე თვითონ ვიყიდე. გენდაცრა. რა ხელი? ჩემი ბრიყვი ქმარი და სანადიროთ არის წასული ამ შუაყამისას. მოდი დაჯერა, მეოთხეც მოვა და დავწხოთ. არა, მეჩქარება ბიჭო, უნდა წავიდე. ხო იცი ცოლს გავშორდი და რა თქოს რა მოხდა რა? ია ვიცი, ვერ შევეწყვე. აი აბა, კარგად. კარგად. რა უცნაურია, რაცია ასე. მთელი უბანი შეეწყო ამის ცოლზე, ეს რატო ვერ შეეწყო ერთი გამალი. სამუშაო გამოცდილება გაქვთ და სიგარეტს ეწევით? დიახ, მხოლოდ სექსის მერე. და წინა სამსახურში რამდენად ხშირად ეწევდით? იცი, წინა სამსახურში ნორმალური ანაზღაურება მქონდა, ამიტომ ერთ კოლოფამდე ავდიოდი. ჩვენთან უფრო კარგი ანაზღაურება გექნებათ. ხოდა აი ეს დაემართა იმას. და თქვენ რამდენი წლის ხარ? მე 30-ის. 30. მე რამდენს მომცემდით? შენ
20. აიმე, მართლა 20. აჰა, 25 ლარი მომეცა. ემიდან ჩემო ძვირფასებო ამ შესანიშნავი სასმისით სიცოცხლის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ და ყველას გისურვოთ ჩვენს ლამაზ გენიალურ ქვეყანაში ლამაზად სიცოცხლე და ლამაზად ცხოვრება აქვე შემომახსენდა ჩემი ლადო ასათიანის ჩვენი ლადო ასათიანის ლექსი საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე ეხსუთით მაინც ეს ისე მაგრად თამადოს მე მგონი პირველ ღამესაც დაასრულე. შეიძლება სოლაში ყოფდეს ერთი იმედი ქალბატონო, იცი რა მაინტერესებს? გუში რატომ არ ბრძანდებოდით სამსახურში? თქვენ ხომ მითხარით რომ ჟურნალების სახლში იკითხეო ხო და ვკითხულობდი ძვირფასო, ორგაზმი რო გექნება, მითხარი ხოლმე რა. სამსახურიდან ხوار დაგირეკავ ხოლმე მოკლედ არავით არის სიგარეტი არავით არის სასმელი მხოლოდ დიეტური საკვები და არავით არის ქალები ექიმო, ეგ როდემდე სანამ გამოჯამრთელდები? არა სანამ კურნალობის ფულს არ გადაიხდით ხედავ, რამდენი უცოლო მამაკაცი ოცნებობს ჭკვიან და სექსუალურ ცოლზე? ბევრი ცოლიანიც მოცნებობთ მადლობა. თუ შეიძლება ხელი გაწიეთ. გაცრავთ. თქვენ არა. თქვენ. არა. ნიჭიერი კაცი იყო შოთა რუსთაველი კაცი. ხო იცი რა თქვა მაგათ? რა თქვა? დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან ფოცხვერიო არა მეც უნდა მომესმინე კაც მამა ჩემისთვის ნიჭიერი კაცი იყო ჭკვიანი კაცი იყო და უნდა მომესმინა მოусმინე რა შვილი ხარ გზდის მოусმინე რა რას გეუბნებოდა მამა შენ? რა ვიცი რას მეუბნებოდა კაც მოგიხარი არ უსმოდი განაყოს მართ ჭკვიანი კაცი ყოფილა მამა შენ